მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო და YouTube-ელებო. ეხლა პირდაპირ გადავდივართ გაშლაზე. კითხვა არის ასეთი. აი ეს რაც გავიგეთ, ამბავი, მოვლენა, სიტუაცია. ყველაფერს უნდა სწორი ფორმულირება. ამ შემთხვევაშიც, ნახეთ, ჩვენ გავიგეთ რაღაც ამბავი. სიტყვაზე ვიძახი, ადამიანზე, რა თქმა უნდა, ვიზეც გვაინტერესებს, ან ისე, უბრალოდ მოვლენაა, თქვათ, დაუშვათ, ხო? და რაღაც გვაინტერესებს და აი, არ ვიცით ზუსტად სიმართლეა, არ არის სიმართლე. აი, როგორ გადავამოწმოთ. ხო? აი, გადავამოწმოთ ესე. ის რა ამბავიც გავიგეთ და თქვენც თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ჩაიფიქრეთ. ის რა ამბავიც შემოვიდა ჩვენ სივრცეში და მოგვივიდა ამა თუ იმ ადამიანზე, ჩაიფიქრეთ ვისზე, თუ არის მართალი. ორ ვარიანტზე გავაკეთებ. ტაროს კარტმა გვაჩვენოს, თუ არის ეს ამბავი სიმართლე, რაც გავიგეთ. თუნდაც ჭორის დონეზე. ვაუ, გაჩერდი? ბრაზობს. ჩემი ცუკო ბრაზობს, ხო? აი, თუნდაც ჭორის დონეზე. და ეჭვი გვეპარება. აი, ეს ამბავი, რამდენად სიმართლეს წარმოადგენს. პირველი ვარიანტი. რამდენად მართალია ეს ამბავი, რაც გავიგეთ. და მეორე ვარიანტი. გასხივოსნების კარტმა ნათელმა ტარომ გვაჩვენოს, გაგვინათოს გონება, ჭეშმარიტება, სიმართლე გაგვაგებინოს, ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ სიმართლე. ხო? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. გინდათ ორივე პასუხს მოусმინეთ. მე ხო არ ვიცი რაზეა. უბრალოდ სპონტანურად, აი ის ამბავი. რა ჩვენ გვაინტერესებს? რამდენად სიმართლე შეესაბამება? პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი. ორივეს გავშლი. პირველი ვარიანტი არის დაშორებაზე. არ მინდა გავიგო, არ მინდა დავინახო, გაყრაზე, წასვლაზე, ურთიერთობიდან გასვლაზე და ადამიანის მარტოობაზე. ან მარტო დარჩა რა, გაშორდა, ურთიერთობა გაწყვიტა, წავიდა და მარტოა. პირველი ვარიანტი, აი ამას მეუბნება ეხლა ამ წუთას. ეხლა თქვენ გადაამოწმეთ თუ შეესაბამება თქვენ ამ ამბავს, ხო, რაც გაინტერესებთ. მეორე ვარიანტი. აქ ამოდის, რომ ურთიერთობაზეა და სიყვარულზეა რაღაც ამბავი გაგვიგია და ფაქტიურად, გზაა, სიყვარული, პარტნიორობა და ახალი დასაწყისი. ამ ადამიანს დაუწყია ახალი ცხოვრება, ან ახალი პარტნიორი გაუჩენია. ნახოთ ეხლა პირველ ვარიანტზე. რაც გავიგეთ. დავაზუსტოთ პირველ ვარიანტზე ჯერ, რაც გავიგეთ. სახელით შეგიძლიათ თქვენ ფიქრებში და წარმოიდგინოთ ეს ადამიანი, ვისგანაც გაიგეთ ეს ამბავი. კი ბატონო, სამყარო ამტკიცებს, რომ ეს ამბავი მართალია. ანუ რაღაცის დასასრულია, როგორც მაჩვენა თავიდან კარტებმა და დამთავრდა ეს ამბავი და სამყარო მიდასტურებს, რომ თუ გასულია ურთიერთობიდან, წასულია და დაშორებულია, ესეა. სამყაროც მიდასტურებს. ეხლა მეორე ვარიანტზე. რამდენად მართალია ამ ინფორმაციას, რასაც ტარო გვაჩვენებს ეხლა, რომ ახალი ადამიანი დაუწყია, ახალი სიყვარული, ახალი პარტნიორი და გზაზე. რამდენად მართალია. მეორე ვარიანტზე. ხო? ეხლა ვაზუსტებ.
კი ბატონო, მეორე ვარიანტიც მართალია, აქ სიყვარულია. მეორე ვარიანტთან საყვარლობა, სიყვარული, ახალი დასაწყისი, გზა, შეიძლება ბედიც, იმიტომ რომ ცხენის წელია, ვიცით და ეს არკანიც ამაზე მეტყველებს. თან არჩევანის წინაშე დადგომაც რაღაც მომენტში, მაგრამ უფრო ხა სიყვარული და საყვარლობა და მთელი ამბებია მეორე ვარიანტთან. პირველთან დასასრული, დაშორება. თუ შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია თქვენ რაც გაინტერესებდათ იმას, ვარიანტებით ანისე, მომწერეთ. ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, გამახარებს თქვენთვისაც ჩაგეთვლებათ ენერგო გაცვლაში, ლაიქით, კომენტარით. მეც სტიმული მომეცემა, რომ მეტი ინფორმაცია, მეტი შეკითხვები, მეტი კითხვები დაუსვა, შესაბამისად თქვენგან გამომდინარე, რაც თქვენ გაინტერესებთ, რომ გადავამოწუროთ მე ასე, იმიტომ რომ კარტი არ ტყვის და მინიშნებებით და მისი ენით მეტყველებს და გვეუბნება, გვაჩვენებს, აგერ დაარსებობს უამრავი გადასამოწმებელი ინსტრუმენტი, რომ არა თუ ადამიანიდან, არამედ სხვა კიდე არხებიდან გადაამოწმოთ სიმართლე. ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ტაროს დასტა. ეს იყო სულ მოკლე ინფორმაცია. დროებით.